მეუფე თავს დაესხა შინჯიკაშვილს და ესროლა ცეცხლსაც როლი იარაღი. შინჯიკაშვილი ტყვიას ირიდებს. შემდეგ მოხდა ფიზიკური ჩხუბი. შინჯიკაშვილი გამოდის გარეთ, მაგრამ მეუფე გიორგი უკვე ავტომატიზმის ეზოში. შინჯიკაშვილს სერიოზული დაზიანება არ ქონია. არ ქონდა სახის არეშიც, მაგრამ ქონდა სილურჯეები და მუცლის არეში ქონდა კონდახისგან მიყენებული დაზიანება. Ამ სკანდალური განცხადების ავტორს უსაფრთხოების გამო ვინაობის გამხელა არ სურს. ისევე როგორც ბევრს შინჯიკაშვილისა და მეუფე გიორგის დაპირისპირების საქმეში. მხარეები შაბათის ფორმულასთან მომხდარის დეტალებს ყვებიან. ფაქტი 6 ივნისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მოხდა. მეუფე გიორგიმ ტრაპეზი მოაწყო და ქვემო ქართლის გუბერნატორს, მისივე მეგობარს, გიორგი შინჯიკაშვილს მოსვლა სთხოვა. წყაროს ინფორმაციით შინჯიკაშვილი ტრაპეზ სასულიერო პირთან ერთად მივიდა. მას არ ახლდა დაცვა და არ იყო შეიარაღებული. ვითარება სუფრაზე დაიძაბა. სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას კი სროლა მოყვა. შინჯიკაშვილი მათი დაპატიჟებით ეპარქიაში მივიდა. ტრაპეზზე ის დაცვის გარეშე მივიდა, მაგრამ იყო მღვდელთან ერთად. აბსურდია თითქოს შინჯიკაშვილს მეუფის მოწამლა უნდოდა. ტრაპეზის დღეს კი შინჯიკაშვილზე თავდასხმა მოხდა. ეპისკოპოსის საუბრიდან დასკვნას ნუ გამოიტანთ. არსებობს მეორე მხარეც. ახლა მთავარია გამწვავება არ მოხდეს. მას ახლდა მღვდელი, რომლისთვისაც ძალიან შიშის მონგრელი აღმოჩნდა იარაღის ხმა და შინჯიკაშვილი მარტო დარჩა. რატომ გაიმეტა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველმა ქვემო ქართლის გუბერნატორის ახლა უკვე ყოფილი მოადგილე და აპირებს თუ არა გიორგი შინჯიკაშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობას. შაბათის ფორმულა მის პოვნას მთელი კვირის განმავლობაში ცდილობდა. გიორგი შინჯიკაშვილის მამა გვიდას ტურებს, რომ ჩხუბი ეპარქიაში ნამდვილად მოხდა, მაგრამ ამბობს, რომ ნაცემ შვილს ჯერ არ შეხვედრია. შეიტყვეთ თქვენს კონფლიქტის შესახებ? დიახ. თვითონ რას ამბობს გიორგი? ფინანსებს ხომ არ უკავშირდებოდა დაპირისპირება? მარნეულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ამ ამბიონიდან მრევლმა მეუფის მკვლელობის მცდელობის ვერსია გასულ კვირას მოისმინა. ეპისკოპოსმა მორწმუნეებს სწორედ ამ ადგილიდან აცნობა, რომ მისი მოწამვლა იგეგმებოდა. მეუფე გიორგის მრევლისთვის არ უთქვამს, როგორ მოიგერია გიორგი შინჯიკაშვილი, რატომ გეგმავდა მკვლელობას. არც ამ კითხვაზე სურს ეპისკოპოს პასუხის გაცემა. გიორგი შინჯიკაშვილი, რატო ცდილობდა თქვენს განზრახ მკვლელობას? გითხარით ორი სიტყვით თუ შეიძლება და პროკურატურასთან თუ ითანამშრომლებთ. ძველ დაპირისპირებას თუ უკავშირდება მომხდარი. მომხდარზე განსხვავებული ვერსია აქვთ საეპისკოპოსო რეზიდენციაში. მეუფე გიორგის გარემოცვის წევრებიც უსაფრთხოების მიზნით ღიად საუბარს ერიდებიან. პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ ტრაპეზზე გიორგი შინჯიკაშვილი ნამდვილად მიიწვიეს. მიზეზი კი მონაზონ თეკლა კუბლაშვილის მძიმე ბრალდება იყო. დედაო მეუფეს მოუყვა, რომ 1 წლის განმავლობაში გიორგი შინჯიკაშვილი და მისი დაცვის უფროსი ჯაბა იოსელიანი მას მეუფის მოწამვლასა და ეპარქიიდან ინფორმაციის გატანას აიძულებდნენ. ეპისკოპოსის ახლო გარემოცვამ შაბათის ფორმულას მომხდარის ვერსია წერილობით აცნობა. მონაზონმა მეუფეს ყველაფერი უამბო, მეტიც პირზე დაადგა გიორგი შინჯიკაშვილს. მონაზონი ეუბნებოდა, რას ავალებდნენ და როდის. ბრალდებული კატეგორიულად უარყოფდა. სწორედ მაშინ მოხდა გასროლად, შემდეგ კი გიორგი შინჯიკაშვილის ცემა. მისი თანმხლები დაცვის წევრები ეპარქიიდან გაიქცნენ და შინჯიკაშვილი მარტო დატოვეს. მეუფის წყალობით გადარჩა ის ცოცხალი, მას უნდა უმადლოდეს. ცნობილი ხდება, რომ მონაზონმა მეუფე გიორგის შეხვედრა და საუბარი სთხოვა. შეხვედრა შედგა თბილისში ერთ-ერთ კაფეში, გურამიშვილის გამზირზე. მაშინ მონაზონმა ეპისკოპოს შინჯიკაშვილსა და მისი დაცვის უფროსის ძიუდოისტის ჯაბა იოსელიანის შესახებ უამბო. მოუყვა, რომ მისი მკვლელობა 1 წლის წინ დაიგეგმა. მონაზონ საწამლავი მეუფის საკვებში უნდა გაერია ან ხელზე წაესვა. წინააღმდეგობის შემთხვევაში ქალს დაემუქრნენ. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოიწვიეს შინჯიკაშვილი ეპარქიაში. ბატონი გიორგი ხშირად დადიოდა ეპარქიაში? არ ვიცი, არ დამიწვია. ისე გინახავთ. ხანდახან შეხვედრილა. რაღაცები ვიცი, რომელსაც ვერ გეტყვით და რაც მეუფე მიქადაგა, ის ხდება და იმაზე მეტი ახლა მე გავიგებთ, რა ვიცი. თქვენ როდის შეიტყვეთ ამ ფაქტის შესახებ? როცა თქვენ გაიგეთ, ცოტა ხნით ადრე. და მსროლის შემდეგ პოლიცია თუ იყო ეპარქიას? ვერაფერს ვერ გეტყვით ახლა, არ ვიცი ამ სროლასთან დაკავშირებით თუ მოხდა და
შესაბამისად არც ის არ მეწოდინება პოლიცია იყო თუ არა მოსული. კონფლიქტი ქონდა ჩვენთან მეუფეს. პოლიციას, რა ვიცი, პოლიციას რა უნდა ჩვენთან. გასაგებია, მაგრამ თუ სროლა იყო არაფერს ისეც არ ვაკეთებთ არავინ, იქ რომ პოლიცია დაინტერესდეს ჩვენი საქმიანობით. ვემსახურებით ღმერთს. რა ვერსიები ეს პროცესი რახან დაიწყო და ალბათ დასასრულამდე მივედა. ყველაფერი გამოჩნდება. ვერსიები გააქვთ, რატომ უნდათ მეუფეს. წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. პოლიციის შენობა ეპარქიიდან რამდენიმე მეტრშია ცეცხლსასროლი იარაღის ან ავტომატის ხმა აქ მარტივად უნდა გაეგოთ, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, პოლიციას ეპარქიაში არაფერი ესაქმება. არც მაშინ, როდესაც იქ ავტომატის ჯერი იცლება. მეუფის სკანდალური ქადაგების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ეპისკოპოსმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ის საქართველოს საპატრიარქოში ორჯერ დაიბარეს. პირველი შეხვედრის დროს მეუფე გიორგი პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯრს ესაუბრა. მეორე შეხვედრის დროს კი მას კითხვები მეუფეებმაც დაუსვეს. შაბათის ფორმულასთვის ცნობილია, რომ მაღალმა იერარქებმა მეუფეს შინჯიკაშვილთან შერიგებას თხოვეს. თუ ჯანდელიანი დათმობაზე არ წავა, მისთვის საეკლესიო სასჯელის დაკისრება გარდაუვალია. საპატრიარქოში როგორ ჩაიარა შეხვედრამ და რაიმე რეკომენდაციით ხომ არ დაბრუნებულ ხართ ეპარქიაში? სალომე, ესე იგი, რაც შეეხება საკითხს ქადაგებაში, რაც ითქვა, ამაზე მეც მე ვერაფერს ვერ მოგახსენებ. მათ შორის საპატრიარქოს შეხვედრის დეტალებს? და მათ შორის საპატრიარქოს შეხვედრის დეტალებსაც. გიორგი შინჯიკაშვილს თქვენზე შურისძიება რატომ სურდა? შეგიძლიათ გითხრათ? სალომე, მომიტევეთ. პროკურატურასთან აპირებს საუბარს. მეუფეს რა პოზიცია აქვს მისი უფლება, მაგრამ სამართლებრივად, როცა ესეთი საჯარო განცხადება კეთდება, აქ წმინდა წყლის სისხლის სამართლის დანაშაულზეა ხო საუბარი. აქ ამას გვერდს ვერ საული, რომ სამართლებრივი მსვლელობა უნდა მისცე ყველა შემთხვევაში. ეპარქიაში, რომელიც სათვალთვალო კამერებით აღჭურვილია, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ახლა მეუფის უსაფრთხოებას სვანები პირადად უზრუნველყოფენ. ისინი შეიარაღებულები არიან. ეს ვიდეო აღდგომის დღესასწაულების დროს არის გადაღებული. კადრში მეუფე გიორგი და მისი გარემოცვის წევრები ჩანან. ვიდეოს ბოლოს ორი სხვადასხვა იარაღიდან ისმის გასროლის ხმა. ჩანს, რომ შეკრებილებს ამ ფაქტზე რეაქცია არ აქვთ. სანდო წყარო ეპარქიიდან გვეუბნება, რომ მაშინ დაცვამ გაისროლა. Не знаю, просто драка была и все. Когда была драка? Не знаю. თუ ხართ ინფორმირებული, რომ ბატონ გიორგი შინჯიკაშვილთან იყო ფიზიკური დაპირისპირება? არც გასროლის შესახებ იცით რამე? არც იმის შესახებ, რომ გიორგი შინჯიკაშვილი ცემეს? თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ სროლა მოხდა, ფიზიკურად არის ნაცემი გიორგი შინჯიკაშვილი? სროლის შესახებ სასულიერო პირები დუმან. არადა წლების წინ სუსის კრებსებში სწორედ მათზე დაყრდნობით იწერებოდა, რომ მარნეულის ეპარქიაში მეუფე ნასვა მდგომარეობაში ხშირად ისროდა. ამავე კრებსების მიხედვით მარნეულისა და ჰუჯაბის გავლენიან ეპისკოპოსს საკუთარ სახელზე ჰქონდა გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი ბერეტა. 2019 წელს კი მეუფის ზონდობით აღჭურვილმა მონაზონმა ბლოკ 19-ის პისტოლეტი დაირეგისტრირა. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირმა ამავე ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან საუბრისას განაცხადა, რომ 24 ივლისს გამთენიისას 4-ის ნახევარზე ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი ერთ-ერთ მონაზონთან და თავისი მრევლის წევრებთან ერთად ნასვა მდგომარეობაში მივიდა რეზიდენციაში. ღამის 4-ის ნახევარზე მოვიდნენ რეზიდენციაში, გამათენებინეს, მერე ატეხეს ერთი ამბავი. ხმა თუ გაიგე? კი, სროლა იყო. თავი უკვე მძაფრ სიუჟეტიან ფილმში მგონია. სუფთა ბაცნები არიან, რა თუნდა იმის ჭახაჭუხი, ჯერ თვითონ ისროლა და მერე სხვას მისცა. საუბრისას სასულიერო პირებმა უარყოფითად შეაფასეს უკანასკნელ პერიოდში გიორგი ჯამდელიანის ქცევები. შაბათის ფორმულას ინფორმაციით საპატრიარქოში გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ეპისკოპოსის რეზიდენციაში პარასკევს შინჯიკაშვილთან დაპირისპირების განსამუხტად ოცნების მთავრობის წარმომადგენლები თავად მივიდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ეპარქიის სხვა წევრების გარეშე შედგა. რატომ გაიმეტა შინჯიკაშვილმა მეუფე მოსაწამლად და რატომ გაიხსნა ცეცხლი საეპისკოპოსო რეზიდენციაში? ეპისკოპოსის გარემოცვა ორ ვერსიას განიხილავს. პირველი ვერსიით მეუფე
მეუფეს მტრები აზერბაიჯანში ცხავს. შინჯიკაშვილს კი დიდი ბიზნესი ქალაქ შუშაში აქვს. არსებობს ვერსია, რომ დაკვეთა აზერბაიჯანიდანაც მოდიოდეს. შემსრულებელი კი შინჯიკაშვილი იყოს. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში განიხილება კიდევ ერთი ვერსია, უცხო ქვეყნის ინტერესი. შინჯიკაშვილს აზერბაიჯანში დიდი ბიზნესები აქვს წილების ასტუმროებშიც, მათ შორის ქალაქ შუშაში. სავარაუდოდ მას ვალდებულებებიც აქვს იქაური გავლენიანი პირების წინაშე. არის მეორე ვერსიაც. მეუფის გარემოცვა ამბობს, რომ 1 წლის წინ რეზიდენციაში გავლენიანი ავტორიტეტები მივიდნენ და გიორგი შინჯიკაშვილის დიდი თხოვნა მიიტანეს. საუბარი წლების წინ მეუფის მეგობრის მკვლელობა შეეხებოდა, რომლის მკვლელიც პატიმრობის შემდეგ ქვეყნიდან წასული იყო და შინ დაბრუნებას ითხოვდა. კაცებმა მეუფეს სვანური ვენდეტის საფრთხის არიდება და უსაფრთხოების დაცვას თხოვეს. მეუფემ თქვა, იქეთ არ ვეძებთ, მაგრამ ჩვენი ძმის საფლავზე ვერ ვათამაშებთ. ტრობის მიზეზად მეუფის გარემოცვა ამ ფაქტს განიხილავს, რადგან სავარაუდოდ სწორედ ამის შემდეგ განაწყენდა გიორგი შინჯიკაშვილი. ამას ეპარქიაშიც ვერ მალავდა. ის ეპარქიის წევრებთან ხშირად ამბობდა, მეუფის გამო კაცი ვერ შემომიყვანია ქვეყანაში. მონაზონი თეკლაც მეუფეს უმტკიცებს, რომ ზეწოლა მასზე 1 წლის წინ დაიწყო. ქალს სხვადასხვა მისამართზე ხვდებოდნენ და დავალებებს აძლევდნენ. მას შემდეგ, რაც შინჯიკაშვილმა ხარებასთან დაპირისპირების გამო ქვეყანა დატოვა, საქმე ძიუდოისტმა ჯაბა იოსელიანმა პირადად ჩაიბარა. ზოგადად მის სიცოცხლეს და მის მდგომარეობას ნამდვილად საფრთხე ემუქრება და გასაკვირია კანონის დონეზე სად არის და როგორ არის მოქალაქე კუბლაშვილი საეკლესიო სახელით მონაზონი თეკლა, რადგან მას საფრთხე ემუქრება ჯამდელიანის გარემოცვიდანაც და შესაძლოა შინჯიკაშვილისგანაც. დეკანოზი ილია ჭიღლაძე წარსულში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ეპისკოპოს გიორგის მოადგილე და საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო. იხსენებს, რომ ის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილ თანხებს ერთპიროვნულად მართავდა. ამბობს, რომ ეპარქიაში სვანური მაფიოზური და კრიმინალური კლანი მოქმედებს. ჯამდელიანი ეს არის უბრალოდ აი ამ დიდი ტრაგედიის და უბედურების საეკლესიო ანარქიის ერთი აგური, ერთი მაგალითი. ძალაუფლებით ტკბობისა და დროის გასვლის პარალელურად მისი ხრწნა და მისი ეს კრიმინალში ჩაძირვა ჩანს ძალიან კარგად, რომ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. ეს არის, რა თქმა უნდა, სვანური მაფია. შაბათის ფორმულა სანდო წყაროს საპატრიარქოდან უდასტურებს, რომ ეპარქიაში არსებულ იარაღებსა და შეიარაღებულ დაცვასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. ყველა მათ შორის მეუფე შიომ ჯამდელიანის შესაძლო მკვლელობის ვერსია გასულ კვირას ამბიონზე გაკეთებული ამ განცხადებით შეიტყო. გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი ვითარცა იუდა, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი, უშიშროების უწყების წარმომადგენელი. გაილახა თავისი დაცვიანად გაიქცა აქ და რა თქმა უნდა მე ხელი არ დამიკარებია. შინჯიკაშვილმა, როდესაც მას ჰქონდა ხარებასთან დაპირისპირება, მეუფეს მიაბარა დიდი რაოდენობით ფული, ძვირფასი ნივთები და იარაღი. მას შემდეგ, რაც შინჯიკაშვილი აღარ არის გუბერნატორის მოადგილე, ის რა თქმა მეუფე ცდილობს, რომ ეს ფული არ დააბრუნოს და ამასთანავე ბიზნეს ინტერესები, რომელიც ჰქონდა ჯამდელიანს შინჯიკაშვილის დახმარებით, დამოუკიდებლად შეინარჩუნოს. და ძალიან ბევრი სხვა ფაქტების გადასახარად მოიგონა მეუფემ, რომ მას წამლავდა თურმე შინჯიკაშვილი. კილაძის თქმით, ხარებასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფეს ფული, ძვირფასეულობა და იარაღი ჩააბარა. და საპატრიარქომ ეპარქიას გადასცა უსასყიდლოდ მიწისნაკვეთი. მეუფემ გაყიდა ეს მიწისნაკვეთი რივერსაიდ მარნეულს მიყიდა, მშენებლობის ნებართვაც ძალიან სწრაფად მოაგვარეს. კორპუსების წილიც მეუფეს აქვს ამ კორპუსებში. წილი გაფორმებულია სხვა პირზე. უფრო სკანდალურია ინფორმაცია, რომელიც ეხლა ხანს მომაწოდეს, ეს გახლავთ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, მარტივი გზა ქვია ამ ტიპარკს, სადაც ისვენებენ ტრაილერის მცხოვრები და აქ ფუნქციონირებს ბორდელი. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე ხდება ნარკოტიკების რეალიზაცია და პოლიცია უძლურია, ვერ შედის ამ ტერიტორიაზე. საჯარო დოკუმენტების მიხედვით ჰექტარ ნახევარი მიწის ფართობის მესაკუთრე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია იყო. 2020 წელს ის ჯერ მარნეულის ეპარქიას გადაეცა, შემდეგ კი შპს მარტივ გზას. დოკუმენტებში კომპანიის დირექტორი ბონდო ჭითაძეა. ის მეუფე გიორგის ცოლის დის ქმარია.
საეპისკოპოსო სასამართლოს განჩინება ეპარქიის სოციალურ ქსელში აიტვირთა. ვიგებთ, რომ განიხილეს მონაზონის საჩივარი. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რომელიც გიორგი ჯამდელიანი იყო, ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს გულწრფელ სინანულამდე ზიარება აეკრძალა, ხოლო სინანულის შემთხვევაში მან 20 წელი უზიარებლად უნდა იაროს.